მოგესალმებით, მე გახლავართ ხათუნა სოხაძე, ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, კლინიკა მეთელსის დამფუძნებელი, ამჟამად ამ კლინიკის ხელმძღვანელი და არა მხოლოდ ხელმძღვანელი, არამედ მოქმედი ექიმი გინეკოლოგი. მეთელსი გახლავთ კლინიკა, სადაც ჩვენ ემსახურებით ქალთა ჯანმრთელობას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ეს იქნება menstruაციის დადგომიდან მთელი menstruაციული ციკლის ჩამოყალიბების პერიოდი, იქნება ორსულობის დაგეგმარება, უნაყოფობის დიაგნოსტირება და მკურნალობა, ზედამხედველობა და ასე ვთქვათ, მეთვალყურეობა არა მხოლოდ ორსულობის პერიოდში, არამედ იმ შემთხვევაში ქალებში, როდესაც ისინი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას იყენებენ. აღსანიშნავი არის ის, რომ ჩვენ კლინიკაში ხდება მართვა არა მხოლოდ ფიზიოლოგიური ორსულობის, ანუ ზედამხედველობა ფიზიოლოგიურად მიმდინარე პირველ და მეორედ ორსულებზე, არამედ იმ ორსულების მართვა, რომელთაც აქვს დატვირთული სამიანო გინეკოლოგიური ანამნეზი, ანუ ასე ვთქვათ, რთული ორსულობა. ზრუნავთ ქალების იმ პერიოდზე, როცა ისინი შედიან მენოპაუზაში, რასაც კლიმაქტერული პერიოდი ეწოდება და ხდება კლინიკაში სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და ასე ვთქვათ, მკურნალობა. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ დამეთანხმებით გინეკოლოგიურ სამსახურში ყოფნა ანუ ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნა არ გახლავთ მხოლოდ ის, რომ მოხდეს დაავადებების დიაგნოსტიკა, თუნდაც ეს დიაგნოსტიკა იყოს დროული და მკურნალობა ამ დაავადებების, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა ქალი ჯანმრთელი იყოს, უნდა შეძლოს მან პრევენცია ამა თუ იმ დაავადების, მაგრამ პრევენცია, როგორც მოგეხსენებათ, ნიშნავს იმას, რომ თავიდან ავისილოთ ესა თუ ის დაავადება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ რომ მოგვეცეს ეს შესაძლებლობა, რასაკვირველია, აუცილებელია გქონდეს სათანადო ცოდნა. არ იგულისხმება სრული სამედიცინო განათლება, რასაკვირველია, მაგრამ გამომდინარე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქალებმა, რას მივაქციოთ ყურადღება, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა ნიშნებით და რა ჩივილების დროს ვიყოთ უფრო ყურადღებით და რასაკვირველია ის დარიგებები, რომელსაც მიიღებ გინეკოლოგისგან, სწორად, გამართულად მიიღებ, ასე ვთქვათ, პროფესიონალურად და გასაგებენაზე ძალიან ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ქალისთვის. თუმცა დღევანდელი რეჟიმიდან გამომდინარე, ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, უფრო სწორი იქნება ასე ვთქვათ, დღევანდელი სტილიდან გამომდინარე იქიდან, რომ ექიმთა ვიზიტი საჭიროებს ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც არც თუ ისე ადვილია ყველასთვის. შეიძლება ქალს აქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ აქვს დროის დეფიციტი, იმის გამო, რომ ქალები როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად დაკავებულია ქალების უმეტესი ნაწილი სამსახურეობრივად, თუნდაც სახლის პირობებში და დროის დეფიციტია და ძალიან მნიშვნელოვანი და ხანსგასასმელი თემა, რასაც ვთვლი, ეს არის ის, რომ ჩვენი ქალების ძალიან დიდი ნაწილი გაედინება ემიგრაციის სახით საზღვარგარეთ. როცა ქალი გადის და ტოვებს თავის ოჯახს, ხვდება სხვა ქვეყანაში, მას უწევს დიდ სტრესულ სიტუაციაში ყოფნა, გამომდინარე იქედან, რომ ამაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ერთი ის, რომ დატოვა ოჯახი, დატოვა თავისი ქვეყანა, უნდა იპოვოს ახალი სამსახური და უნდა შეეგუოს ახალ გარემო პირობებს, რომელიც ყველამ ვიცით, რომ არც ისე ადვილია. გამომდინარე აქედან ძალიან ხშირად ქალებს სტრესული სიტუაციის გამო ეწყებათ უამრავი ჩივილი, რაც გინეკოლოგიურ მხარეს უკავშირდება და ძალიან ხშირად ალბათ სხვა გინეკოლოგებთან ერთად დამეთანხმება ყველა ჩემი კოლეგა, რომ ძალიან ბევრია წერილი, რომელსაც პირადად ჩემი სახით ვიტყვი, ვხებულობ inbox messenger-ებში, სოციალურ ქსელებში. თხოვნით, რომ გავუწიოთ დახმარება. ვფიქრობ, რომ ჩემი მისია მარტო ის კი არ არის მოვახდინო დიაგნოსტიკა და მკურნალობა,
პაციენტებში, არამედ გავუზიარო ჩემი სამედიცინო ასე ვთქვათ განათლება პაციენტებს იმისთვის, რომ სწორედ რომ გამოიყენონ პრევენციისთვის ეს რჩევა რეკომენდაციები და ამასთანავე რასაკვირველია დროულად ჩათვალონ, როდის უნდა მიმართონ დროულად ექიმს, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ქალებს ჰქონდეს ჩივილი, ეს ჩივილი იყოს უმნიშვნელო, რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ვერ მიდის ექიმთან და ეს პერიოდი მისთვის არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სტრესული პერიოდი და პირიქით ამ სტრესისგან ის უფრო მეტ ზიანს აყენებს თავის ჯანმრთელობას და ამ დროს ეს ჩივილი შეიძლება იყოს უმნიშვნელო და ემოციაზე და ფსიქოლოგიურად უფრო მეტად ემოციურად და ფსიქოლოგიურად გართულებული. და არის სხვა შემთხვევა, როდესაც შეიძლება ქალმა შეამჩნიოს რაღაც გარკვეული ცვლილება თავის გინეკოლოგიურ სფეროში, არ მიაქციოს ამას ყურადღება და ამან ყველაფერმა მიგვიყვანოს სავალალო მდგომარეობამდე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემექმნა ჩემი სამედიცინო გვერდი, რომელიც ჩვენს კლინიკასთან, კლინიკა მეთელსთან იქნება დაკავშირებული და ამ სამედიცინო გვერდის საშუალებით თქვენ ქალებს მოგცეთ ჩემი წილი დახმარება რჩევა რეკომენდაციების სახით. ეს რჩევა რეკომენდაციები იქნება არა მხოლოდ ასე ვთქვათ სტატუსების და წერილობითი სახით, არამედ კვირდებით, რომ იმის მიხედვით რა კითხვები შემოვა, რა კითხვები იქნება სოციალური ქსელის inbox messenger-ებში, თუნდაც ის შეკითხვების პირდაპირ შეკითხვების სახით აუცილებლად გიპასუხოთ ვიდეო რგოლების სახით და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულად დაგეხმარებათ და მეც რაღაც გარკვეული კმაყოფილება მექნება რასაკვირველია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩავთვლი, რომ ჩემს დანიშნულებას, ანუ სწორად ასე ვთქვათ, ვანაწილებ. ჯანმრთელობას გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე და ახლა მომავალში უკვე საინტერესო თემებით შევხვდებით.